2025 წლის პირველი 9 თვის საგზაო შემთხვევების სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ავარიების, დაშავებულობის, ლეტალობის მაჩვენებლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. ამ საკითხზე მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის გამგეობის თავმჯდომარემ ეკალ ალიაშვილმა ისაუბრა. ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზად კვლავ სიჩქარის გადაჭარბება სახელდება. ეკალ ალიაშვილმა საგზაო შემთხვევებზე არსებულ პრობლემებზე, გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე საგანგაშო ვითარებაა ჩვენს გზებზე, იმიტომ რომ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით არის გაზრდილი 14%-ით დაღუპულთა ოდენობა წინა წლის იგივე მონაცემებთან შედარებით, ანუ ჯამში არის 345 ადამიანი დაღუპული საგზაო შემთხვევებში წელს. შეეხება თავად საგზაო შემთხვევებს არის 4000-ზე მეტი შემთხვევა, 4480 შემთხვევა და რაც არის ასევე 9%-ით მეტი წინა წლის იგივე პერიოდთან და არის დაზიანებულთა რიცხვი 6000-ზე მეტი, რაც 11-12%-ით მეტია წინა პერიოდთან. წამყვანი მიზეზები არის საპირისპირო ზოლში გადასვლა და მოძრაობის გაგრძელება, არის მოხვევის წესების დარღვევა, არის მანევრირების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, ანუ ეს ჩამონათვალი არის წამყვანი, მაგრამ სიჩქარის გადაჭარბება ყველაში არის კომბინაციაში და ამიტომ სიჩქარეს ყოველთვის ლიდერად მოვიხსენიებთ ესეთ ფატალური შედეგების გამომწვევ მიზეზებში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ლიმიტები იქნეს შემცირებული და სიჩქარის კონტროლი იყოს განსაკუთრებულად აღსრულებული. საშუალო და დაშვებული სიჩქარე არის დღეს 60 კმ/სთ ქალაქის გზებზე. თუ ჩვენ ამ ტოლერანტულ ზღვარსაც გავითვალისწინებთ, 75 არის იმდენად მაღალი, რომ მხოლოდ ამას შეუძლია მაღალი ლეტალობა მოგვიტანოს საგზაო შემთხვევის დროს. აუცილებელი არის და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ქულათა სისტემის ადმინისტრირება მოხდეს კამერების მეშვეობით, უნდა იყოს ავტომატურ რეჟიმში ქულათა ჩამოკლება სიჩქარის გადაჭარბებაზე.